სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ ლევანდელ დღეს ღმერთმა მრავალთა გასწრო თქვენ და სულიად საქართველო ამინ. დღეს გადავხდით კვლავ სახარებაზე ვისაუბროთ ლევანდელ წაკითხულ სახარებაზე რა თქმა უნდა რაღაც ერთი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ფსალმუნებზე ვსაუბრობთ მოგეხსენებათ გასულ კვირას მესამე ფსალმუნზე ვისაუბრეთ ამიტომ ესეთი ჩართვებით გავაკეთოთ ხოლმე ხანდახან ფსალმუნებიდან იმ საჭიროებიდან გამომდინარე რომ ვესმოდეს რის კითხვას გვავალებს ეკლესია და რატომ გვავალებს რაღაცა კონკრეტული ტექსტის წაკითხვას რომელიც ხანდახან არ გვესმის მაგრამ მაინც გვავალებს იმიტომ რომ რაც ჩვენ არ გვესმის ის ეშმაკებს ესმის და ეშინიათ დღევანდელი სახარება გახლავთ პირდაპირ გაგრძელება გასული კვირის სახარებისა რომლის შესახება ჩვენ არ გვიტყვამს მაგრამ ეხლა ეს ორი სახარება ისე არის ერთმანეთთან დაკავშირებული რომ არ შეიძლება რომ არ გავეცდებით ის რა მოხდა გასულ კვირის სახარებაში ეს იყო 5000 კაცის დაპყრობა 5 პურითა და 2 თევზით ეს სასწაული რომელიც აღსრულდა ისინი გასულები იყვნენ ქალაქიდან მოშორებით უდაბნო ადგილში სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იესოს ირგვლივ და მან განკურნა ეს ადამიანები ვისაც რა საჭიროება ჰქონდა იმის მიხედვით და ეხლა დადგა საკითხი რომ სადღაც ასრულებდნენ რომ ეჭამათ და ეს ალბათ გახსოვთ შინაარსობრივად რომ მაცხოვარი მოციქულები ეუბნებიან რომ გაუშვიეს ხალხი ცოდვა რომ წავიდნენ საჭმელი ჭამდნენ და არა თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი და აი ამ 5 პური რომელსაც ამკრევს და აძლევს მოციქულებს და მოციქულები აძლევენ მერე უკვე აი ამ მოწაფეებს როგორ მთავრდება ეს სახარება ნახეთ შეაგროვეს მათ 12 გოდორი პური რომელიც დარჩა აი 5000 კაცი ქალებისა და ბავშვების გარდა ვინც იყვნენ ყველანი დააბრუნდნენ ამ 5000 რაოდენობა კი არ ყოფილა 5000 მარტო კაცი იყო ყველანი დააბრუნდნენ და დარჩა 12 გოდორი კიდევ დამტრეული ეს პური არ არის ეს შემთხვევითი რომ 12 დარჩა იმიტომ რომ 12 მოციქული ახლავს მაცხოვარს და ყველამ თითო გოდორი უნდა მოიგოს ზურგზე ამის შემდგომ წერია ესეთი რამ გრძელდება დღევანდელი სახარება რომ მაცხოვარმა აიძულა ისინი რომ ნავში შესულიყვნენ და მეორე ნაპირისკენ დაძრულიყვნენ ეს არის გალილეის ტბის სანაპირო თვითონ განეშორა მათ და წავიდა მთაზე და დადგა ლოცვა რატომ ხდება ეს ამბავი? მინდა გითხრათ რომ თითოეული მოქმედება იესო ქრისტესის გახლავთ რაღაცა გარკვეული პედაგოგიკა რაღაცას ასწავლის, რაღაცას მარტო მაშინ კი არ ასწავლის. დღევანდელ დღეს ჩვენც გვასწავლის ამ ამბავს. მაგრამ იმ წუთში მოციქულებისთვის რატომ იყო აუცილებელი აიძულა წერილი? ის კი არ წერია რომ თქვა წადით და ისინი მაშინვე გაიქცნენ. არა, არ მიდიოდნენ, მათ არ უნდათ მაცხოვრის დატოვება, მაგრამ მაცხოვარმა აიძულა რომ ისინი უნდა წასულიყვნენ. რატომ იყო ეს იძულება, იცით? ისინი რომ ჩასხდებოდნენ იმ ნავში და ყველა აი ამ თავის გოდორს წინ დაიდებდა ამ სასწაულის რეალობაში უნდა დაჯერებულიყვნენ, იმიტომ რომ სასწაული რომელიც ჩვენს თავს რაღაცა ხდება, თუ ამაზე ანალიზი არ გავაკეთეთ და თუ არ დავფიქრდით, მომენტალურად ის რაღაცა დავიწყებას მიეცემა და გადაერთვება ჩვენი გონება აბსოლუტურად სხვაგან დაკრის. მაგრამ მოციქულები უნდა გაიზარდონ, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავიზარდოთ და მეგეთქვით, დღევანდელ დღეს რატომაც არის ეს კვლავ პედაგოგიკა და კვლავ მასწავლებლობა იესო ქრისტეს მხრიდან, აი ამ სახარების კითხვა. კონკრეტულად აი ეს ამ ადგილის განმარტება რომ წარმოიდგინეთ მოციქული რომელმაც ნახა რომ 5000 კაცი დაპყრდა ეხლა რომ წასულიყო ქრისტესთან ერთად შეიძლება ქონოდა ესეთი განცდა რა რომ ხანდახან ჩვენ თვითონ რომ რაღაცა ჩვენი თვალით რაც გვინახავს იმაში რომ ეჭვი შეგვყარე ხო ყოფილა რამდენჯერმე ესეთი რომ კი ვნახე მაგრამ იყო ასე თუ არ იყო ნამდვილად ასე ამიტომ ძნელი დასაჯერებელია მსგავსი სასწაული რაც არ არის ბუნებითი უნებრივი მოვლენა რაც არ არის ეს ადამიანისთვის ძალიან ძნელი მისაღებია ამიტომაც მაცხოვარი მათ ასწავლის რომ ეხლა ცალკე უნდა წავიდნენ და ანალიზი უნდა გააკეთონ ერთმანეთთან საუბრის საშუალებაც უნდა გქონდეთ მათ რომ იკითხონ რომ რა იყო კაცო ეს რაც მოხდა ეხლა რაც ჩვენი ხელით 5 პური რომ ჩავაბარეთ ამ ერთ ადამიანს და იქიდან გვეძლეოდა და აღარ თავდებოდა და 5000 კაცი რო დაპყრდა გავიგეთ მაგრამ თუნდაც ესეც ტყუილი იყოს რომ 5000 კაცი დაპყრდა 12 გოდორი საიდან გავა 12 გოდორი საიდან გამოგროვა ამიტომაც ეს ანალიზი უნდა გააკეთონ მოციქულებმა აუცილებლად მაგრამ ამ ანალიზის გარდა
კიდევ ერთი რამე უნდა ისწავლო. ნახეთ რა მოხდება, ამოვარდება ძალიან დიდი ქარი. გალილეის ზღვას ხოთაშორის ძალიან ტბა არის სინამდვილეში, ზღვა კი არ არის, ზღვას უწოდებენ და ძალიან უცნაური რაღაცა უნებრივი მოვლენები ხდება იქ, გაგიკვირდება. დღის შეიძლება იყოს ესეთი წყნარი საერთოდ არის, მე იქ ნაპირზე ღამე მაქვს განათები და ზუსტად ვიცი და ღამე ისე აღელდა და ისეთი ტალღები მოდიოდა, ნუ რა გითხრა, ცოტა შემეშინდა არ დაგიმალავთ, რომ რაღაც არ გადაგვიაროს მეთქი. სასტუმროს ზეც ნაპირზე იდგა ამ გალილეის ტბის ნაპირზე და ღამე ესეთი ისე რაღაც აღელდება, ყოველთვის არა, მაგრამ განსაკუთრებით ოდესაც ნენდები. აი ამ სახარებაში სწორედ ესეთი რამ წერია, რომ მეოთხე სახმელავი გახლავთ ცისკრის და გათენების დრო გახლავთ, უკვე როდესაც მაცხოვარი წყალზე სვლით მათ გამოეცხადებათ, მაგრამ ისინი მთელი ღამის განმავლობაში ებრძვიან აი ამ ტალღებს. და რა არის აი ეს პედაგოგიკა, რაზეც ეღარ მოგახსენეთ, რომ რა უნდა ისწავლონ აქედან? ის უნდა ისწავლონ შემოგვიფასებო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე არის მათი მოძღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტესთან ერთად აი ესეთი სასწავლის მომსწრენი არიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნად შენ ყველაფერი ისე გექნება, როგორც შენ გინდა. ეს ქვეყანა ყოველთვის მოწინააღმდეგე იქნება შენი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ბოროტებაზე ზედას ძევს და თუ კი შენ სიკეთეს ემსახურები, დღეს მეორე სახარება რო წავიკითხეთ, ნახეთ რა ეწერა, თქვენ რომ ამ ქვეყნისაგან იყოთო, მაშინ ამ ქვეყანას ეყარებოდით, მაგრამ არ ხართ ამ ქვეყნისანი და ამიტომ პირველად მე მომიძულა და ვინც მე მომიძულა, რა თქმა უნდა, ჩემს მიმდევრებსაც მოიძულებს. ამიტომაც ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, რომ ესეთი აღსრულებული სასწაულის მიუხედავად მათ მოუწევთ ამ ცხოვრების წინაშე რაღაცა იმ გამოწვევების წინაშე ბრძოლა, რომელიც გამუდმებით ექნება. გამუდმებით იქნება ეს ბრძოლა, არასოდეს არ გაჩერდება და არასოდეს არ ჩაქრება. ამიტომაც მოციქულების მთელი ეს ღამის ბრძოლა და აღლილობა და რუპე როგორ შეუძლიათ, ნახეთ, როდის მოდის მათთან მაცხოვარი, როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურულია, როდესაც ხელი აქვს ჩაქნეული და ალბათ ფიქრობენ კიდეც, რომ ის სასწაული კი ვნახეთ რაღაცა და აი ესეთი დიდებულება ვიხილეთ ჩვენ იესო ქრისტესი, მაგრამ ეხლა თავდება დღევანდელი ჩვენი ცხოვრება უკვე ნიჩბების მოსვლასაც აზრი აღარ აქვს და შეწინააღმდეგებას ამ ქარისას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ მაინც უნდა დავითქათ და უნდა ჩავიძიროთ, იმიტომ რომ აღარ ძალა აქვს, აღარც განწყობა აქვს და აი ამ დროს ეცხადებათ მათ იესო ქრისტე. თუმცა რა ხდება? უფრო შეეშინდებათ ვიდრე ამ ბუნებრივი მოვლენისა ეშინებათ. იმიტომ რომ რაღაცა მოჩვენება გონიათ, წყალზე მომავალს ხედავენ მას. ამიტომაც შიშის იმის მაგივრად რომ დაინახავდა და იმიტომ ერთხელ ხო შეესწრენ ამას ერთი პირველი შემთხვევა ის იყო რომ იესოს ეძინა ნავში, როდესაც აღელდა ეს ტბა და ისინი ვერ უკლავდებოდნენ აი ამ სტიქიას და გაეგვიძა მაცხოვარმა და უთხრა ქარს დადექიო, წყალს უთხრა გაჩერდე და მომენტალურად ამის ეს რომ ახსოვს ყველაფერი, ეხლა იესოს ხედავენ და უფრო შეეშინდათ. აი ესეთი მოკლემენსიერება გვაქვს ჩვენ ადამიანებს. ამიტომაც ნახეთ, მაშინვე ამიგეშებს იესო და ეუბნება, რომ ნუ გეშინიათ, მე ვარ. და პეტრე, როგორც ყველაფერში პირველი ამ შემთხვევაში თავისი ემოციებით, თავისი რაღაცა ესეთი სიყვარულით, გამოხატულებით, რომ თუ შენ ხარ, ეუბნება, მითხარი, რომ მეც უნდა მოვიდე შენთან. აი ამ წყალზე. ოღონდ არ იფიქროთ თქვენ რომ რაღაცა ფოკოზნიკოვის სწავლა კი არ უნდა ეხლა რომ მე ხალხსაჩვენოს და არა, მას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა რომ გამუდმებულად ყოფილიყო იესოსთან მაცხოვართან, ამიტომ ყველას ასწრებდა ხოლმე რაღაცა კითხვას დასწავლა პეტრე ამ პასუხობდა პირველი. რაღაცა მოგვე პეტრე ამბობს რომ მე ამას გავაკეთებ, ამ დროს ვერ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მაშინვე იცის წამალი როგორ უნდა უშველოს თავის თავს, როგორც აიხლა უშველო. ეუბნება რომ მოდი, გადმოვა ნავიდან და მიდის წყალზე, მაგრამ იწყებს დანთქმას, როგორც კი მიმოიხედავს ირგვლივ. და როგორ უშველის თავის თავს, მიხსენი მე უკმალო დაიცახეს. ამიტომაც ნახეთ ჩვენ ცხოვრებაში ზუსტად ასეა. როგორი ენთუზიაზმით შეუდგება ხოლმე ადამიანი. აი მაგალითად საკუთარი მაგალითით შემიძლია გითხრათ ალბათ ყველას დაგმართია რაღაცა განწყობა რო შეექმნება რომ ეხლა უნდა ვილოცო და დაიწყებ ლოცვას. და შუა ლოცვაში არ ხარ და ფიქრი გაქვს უკვე დაწყებული, სადღაცას მე ეზოში ჭიშკარი მქონდა შესაღები, მე ჩემ თავისუფლად ან ვიღაცას შეიძლება სხვა ამბავი გაახსენდა, იქ მე სამებავი იქიდან, აქედან რაღაცა გამოხსენდა, რომ ეხლა ვერასოდეს. მე ამ დროს ლოცულობ, ხო? მე ამ ლოცულობ, ტექსტს კითხულობ უბრალოდ.
ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ რა არის ლოცვა და რა არის ტექსტის კითხვა. ტექსტის კითხვა სუდი არ არის. ეს პირველი საფეხურია. ტექსტის კითხვა თუ არ ისწავლი, ესე ლოცვას ვერ ისწავლი. ამიტომ უნდა მიეჩვიოთ ტექსტის კითხვას. ეს უნდა იყოს თქვენთვის რაღაცა სახელმძღვანელო, რომელიც მერე ლოცვას გასწავლეს. იმიტომ რომ იქ რო წაიკითხავ როგორ ლოცულობენ მამები, ეს შენთვის ქრესტომატია ჩათვალე, რომელიც გასწავლის მერე შენ თვითონაც როგორ უნდა ილოცო. ამიტომაც ტექსტის კითხვას აუცილებლად უნდა მიეჩვიო. და ზუსტად ესეა, პეტრეს რაც ემართება. მიდის ქრისტესკენ და იქეთ-აქეთ გაიხედა. სად იხედა? თუ ქრისტესთან მიდიხარ, ქრისტესკენ უნდა იყურებოდნენ ხოლმე. როგორც კი გაიხედა იქეთ-აქეთ, მაშინვე ჩაძირვა სიცხე. ისევე როგორც აი იმ ჩემი ლოცვის დროს, როგორც კი დავიწყე ესეთი ენთუზიაზმით, შეუდექი თითქოს რაღაცა მომინდა რომ ესე ყოფილიყო და მერე გამახსენდა უცბად გადართული ვარ აბსოლუტურად ყოფიერებაზე და რაღაცა აქ რომ აქვს გასაკეთებელი და იქ რომ წასასვლელი ვარ და აქ რომ წამოსასვლელი ვარ. ეს არ არის ის დანთქმა. ამიტომ მაშინვე უნდა შეუძახო თავს. მიხსენი მე უფალო, უფალო შემიწყალე, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეწოდული. აი ეს ამოძახილია სწორედ რომელიც მაშინვე ხელს უწვდის პეტრეს და ამოიყვანს. იმიტომ რომ პეტრე მეთევზე კაცი იყო და ეს გალილეის ტბა ძალიან ზესუზე პირად იცოდა. ძალიან კარგად იცოდა იმ ადგილას, სადაც იყვნენ რა სიღრმეც იყო. და რომ მოდის და აქედან ქარიშხელია, აზრითებული ტალღებია, იესოსკენ მიდის, აბსოლუტურად მშვიდია სანამ ამას ყველაფერს გადახედავს. სანამ მხოლოდ იესოს უყურებს, სანამ მხოლოდ მისი მიზანი იესოსთან მისვლა, არანაირად არ იძირება პეტრე და არანაირად არ არის დანთქმული სხვა, მაგრამ აქეთ-იქეთ მიმოხედვა უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ დაკარგე ორიენტირება. შენ დაკარგე ის მიმართულება, საიდანაც მიდიოდი და ამიტომაც იწყებ აი ამ დათქმას და ამიტომაც იწყებ აი ამ ჩაძირებას. ასე რომ ჩემო ძირფასო თითოეული ეს წინადადება და ხშირად მithქვავს სახარების კითხვა რატომაც არის სასარგებლო. აი ესეთი პედაგოგიკა, ასე ზრდის ადამიანს. მაშინდელი დროში რო დაიწერა იმ ხალხისთვის კი არ დაიწერა მარტო, ყოველთვის იქნება, უკუნისამდე ასე იქნება, რომ სახარება, რომელიც სულიწმიდის კარნახით მოციქულებმა დაწერეს, აუცილებლად იქნება ჩვენთვის აღმზრდელი და გამზრდელი სულიერი თვალსაზრისით, თუ კი მას ჩვენ წავიკითხავთ ისე, რომ ორიენტირად გვექნება იესოსკენ სვლა. და არავითარ შემთხვევაში რაღაცა ამბობ და არც არასდროს არ გეგონოთ, რომ ქრისტიანი ადამიანი რაღაც ეკლესიაში მოვიდა და ქრისტესთანა, ამიტომ დაულაგდება მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში და არავითარი პრობლემა აღარ ექნება. თუნდაც სასწაულის შემსწრე იყოს. მერე რა პირიქით გეტყვით, წმინდა მამები, რომლებიც თვითონ აღასრულებდნენ სასწაულს, ძალიან დიდი განსასწრებების წინაშე იყვნენ ძალიან ხშირ შემთხვევაში. მოციქულები, რომელი მოციქული იცით, ერთი იოანე ღვთისმეტყველის გარდა რომ თავისი სიკვდილით გარდაიცვალა, დაბერდა და ისე მოხდა. ან ჯვარზე გააკრეს, ან თავი მოკვეთეს, ან რაღაცა საშინელება ცეცხლში დაწვეს და რაღაცა უბედურება დამარხეს. ამიტომაც ქრისტიანობა არ გახლავთ ამის გარანტია, რომ ჩვენ აქ ყველაფერი კარგად გვექნება, მაგრამ გარანტია გახლავთ იმისა, როდესაც იესოსკენ მიდიხარ, თუ არ დაიწყებ იქეთ-აქეთ ცქერას და არ დაინთქმები ამ ქვეყნიურ მორევში, აუცილებლად კარგად იქნები და იესოსთან ერთად გაიხარებ მომავალ საუკუნეში. ამინ. მერთმა გაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, და შეგახსენოთ, რომ 14 აგვისტოს ჩვენ მარიამობის მართლმორწმება, 14-ში ჯვრის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დიარესი აღინიშნება, წირვა ჩატარდება ჩვენს ტაძარში პარასკევი დღეა, ხუთშაბათ საღამოს ლოცვა იქნება, პარასკევს დილით წირვა და მცირე აიაზმა ტარდება ხოლმე ყოველთვის აი ამ დღეს. რაღაც ესეთი ტრადიცია არის დაწესებული ეკლესიაში, ეს კონსტანტინოპოლში მომხდარი სხვათა შორის ჭირის გამო. ძალიან დიდი ჭირი იყო და ჯვარი შემოატარეს კონსტანტინოპოლს და აიაზმა აკურთხეს და ეს ტრადიცია დარჩა მერე სხვა ეკლესიებშიც ესე აღესრულება ხოლმე. ამიტომაც ესეთი მსახურება იქნება. ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ მაინც მართლის შესახებ, როგორ უნდა მოემზადოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი მართვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდება და ძალიან ხშირად ჩვენ გვიჩნდება ეს კითხვა, რომ აი რატომ მართულობ, აი რა საჭიროებაა მისი, ახლა რომ ან რას ცვლის ეს ჩვენ ცხოვრებაში, რომ ახლა გუშინ თუ თქვა ხომ ჭამდი და დღეს აღარ შევჭამ და მხოლოდ წვანილზე ვიქნები, რა შეიძლება შეცვალოს ამან შეცდომებში. სინამდვილეში გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ამას ცვლის. იმიტომ რომ მართვა სწორედ ამისთვის არსებობს, რომ შენ უნდა მოიცალო ღმერთისათვის. აი ხო არის მაგალითად, რომ რაღაცას პიკნიკზე მიდიან ადამიანები და აიღებენ იქ ხორცი, სამწვადე, რა ვიცი, გიტარა არ დარჩება რაღაცა და
მთელი მათი ორიენტაცია არის იმაზე მიმართული, რომ აბა იქ ზედმეტ მარილი არ მოვიდეს ვინმეს და აბა იქ სადგარი შემოს და წყალი სადგურის და ჭკილი სადგარი და ხო არის ამაზე. ეხლა ჩათვალეთ, რომ ასე ხართ სულ და ეხლა უნდა მოიცალოთ სხვა რამისთვის. ეხლა უნდა მოიცალოთ იმისთვის, რომ ღმერთს უნდა ელაპარაკოთ. სწორედ ეს არის ლოცვა, წელა რაც გითხარით, განსხვავება იმისა, რომ ტექსტის კითხვასა და ლოცვას შორის ეს განსხვავებაა. ერთი როდესაც ტექსტს კითხულობ და მეორე როდესაც ღმერთს ელაპარაკები და როდესაც ამ ტექსტს კითხულობ, კარგად დააკვირდით, რომ ელაპარაკებით თუ არა ღმერთს. ამიტომ მე არ გეტყვით, რომ თქვენ ბევრი ტექსტი უნდა იკითხოთ. შეიძლება ცოტა ტექსტი იკითხოთ, მაგრამ თქვენი საუბარი იყოს ეს ღმერთთან. საუბრის გარდა აუცილებლად უნდა მოусმინოთ ღმერთს. როგორ უნდა მოусმინოთ, იცით? წმინდა წერილი უნდა იკითხოთ. ამ დროს ღმერთი გელაპარაკება. ოღონდ აქაც ყურადღებით უნდა იყოს, იმიტომ რომ ანახა ხო არის, როდესაც გელაპარაკება და შენ არ უსმენ. არა, ყურადღებით უნდა მოусმინო. ამიტომაც ელაპარაკები შენ როცა ლოცულობ და გელაპარაკება ის, როდესაც შენ წმინდა წერილს კითხულობ. ამიტომ ნუ იქნება თქვენთვის მეტანია ფიზკულტურა და ლოცვის კითხვა მხოლოდ ლოცვის, ესე იგი წარმოთქმა, ნუ იქნება მხოლოდ ტექსტის კითხვა. და აი ეს იქნება თქვენთვის მართვა. სხვა ყველაფერი დანარჩენი მინდა გითხრათ, რომ მეორე ხარისხოვანია. ხორცის ჭამით და უჭმელობით რომ წდებოდეს კაცის ცხონება, მაშინ კაცო საერთოდ არ შემჭამდეთ ამ ხორცს. მხოლოდ ამაზე რომ იყოს დამოკიდებული. არ არის ამაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება ფიზიკური ისეთი უზურება ჰქონდეს, მარხვაში ხორციც აჭამო და სხვა რაღაცეებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მარხვაზე არ არის. მარხვა სხვა რამეა, მარხვა სულიერი მდგომარეობა, მარხვა მოცლა იმისა, რომ მორჩა ეხლა ეს პიკნიკი და შეცვიე ცვალი და უნდა წამოხვიდე ეხლა და უნდა დაგდე და სხვა რამე საქმეს უნდა მიხედო. ხომ ასე ხდება ჩვენ ცხოვრებაში, სულ პიკნიკზე ხო არა ხარ? ხომ ბრუნდები კიდევ და ხომ იწყებ კვლავ შენ სამსახურს ხომ უბრუნდები? ამიტომ მარხვა არის შენი სამსახური, აი სულიერი სამსახური ჩათვალე, რომლითაც უნდა შეუდგე კვლავ იმ კეთილმსახურებას, რომელიც ღმერთთან საუბარია და ღმერთის საუბარის მოსმენაა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ლოცვა ყურადღებიანი და წმინდა წერილის კითხვა, რომელიც იქნება აი ამ მარხვაში თქვენთვის გამაძლიერებელი სულისა და მომრიჭებელი ცოდვათა მოტივებისა. ამინ. გალოცვით და გახარებული გამხუთული